რაკნა. მოგესალმებით ძვირფასებო, როგორ ახართ? ნუდირი. ძალიან უხასიათოდ ადგა, ეხა სტუმრები მყავდა, აგერ ერთი ყავის ჯიქა, ამაში არის. იმ კაცმა არ დალია. ხო და ისა რა ქვია. მეტი არაფერი არ მქონდა ეს გეგასრობოდი გუშინ პაჭკით ესენი და თხილი გამოვიტანე, თხილი დამჩა კიდე წუხელის კარმა გააკეთე, საქარიულობა მქონდა, აი არ ვიცი. ერთადერთი წუხელ ხამე არ გამოუწმინდე, იატაკები და ჩავტოვე ისინი, იმიტომ რომ გვიანობამდე მომიწია. მთელი დღე დაჭამი არ ვიყავი, წუხელ ჭამე ხამე სადღაც 3:30-ზე ან 3-ზე, სუსტად არ მახსოვს. პიტნიანი ყველი და კიტრი. მოლიცამქონია დარჩენილი კიდევ კაირო ვიპოვე. ლარიხის ხალხო ქალაქში კიტრი. ლარი 20, კაი 20 თეთრი რა არის ახლა დიდი ლარადაც იქნება სადმე. შენ ერთ ადგილზე ნახე ლარი 20 და რო დაუყვები. აგერ ხო წავალთ დღეს? სად? დღეს უნდა წავიდეთ წალენჯიხაში და მოუბრუნდეთ. რა დაპირობა უნდა შევასრულო. ოდა მაინც იმას მისწრებ მე შენ. კაი მაინც გავაკეთებ მე იმას, მაგრამ არც არაფერი არ მომივა გავაკეთებ, მაგრამ იმას ელოდები, ხა ვაჭმევა მათ და მოკლედ. აი მათ გვიან დაიძინეს და ცოტა ადრე რომ მოუწია გავხოცება ცუდ ხასიათზეა. იმ ქალთან ცემა დამარტყა. აი კი ესე დაარტყა. ტელეფონი გამოვართ, იმიტომ რომ დიდი ხნით არ ვაძლევ, მაგრამ იშვიათად აქვს. ადას. ტყვილი არ მჭირდება მაგითო ვიძახი, იშვიათად აქვს, მართლა. სადღაც 15 წუთით 20-ით აქვს, ეში 1-2 ჯერ მაინც. ძალიან უხასიათოდ გაიღვიძა. ხო და არასდროს არ მოქცეულა ეგრე. მომერიდა იმ ქალის, იმიტომ რომ მართლა არ მოქცეულა ეგრე. ხო და რა ვიცი, არ მახსოვს, არ მახსოვს. არც ერთი არც ეს არც გეგა ხო საერთოდ გამორიცხული, ხო. აი რომ მინდოდა რომ წავართ ჩემი ტელეფონი ადას. აი თქვა რომ კიდე ერთი ღამე. კიდე ერთი მოვიდა. ის არის ის მოგება უნდა იმას. ის რომ მიმბინაში ვიყავით. ვიცი. ხო და ეხა კითხვებზე გიპასუხებ, თუ გამახსენდება ეხა ეს თქვენი კითხვები. ისეთი კითხვებია, რომელზეც ვიდეოში ვსაუბრობ, ვიცი არ გცალიათ რომ ჩემს ვიდეოს თავიდან ბოლომდე ჩავჯდეთ, მაგრამ ყველაფერზე ვილაპარაკე, ისეთ კითხვებს მისმევ. ვარდისფერთან დაკავშირებით. ლო, სიუჟღი გაქვს? მინდი შენი ცხვის სახოციმო. ეგერი ის იმაში მიიწმინდე. მაინც უნდა გავრეცხო ეს შენი მაიკა. მიდი? აი გოგო. ხო და ვარდისფერთან დაკავშირებით. არავის არ გქონია გადაწყვეტილი რომ ვარდისფერი კედელი გვექნებოდა, მაგრამ ასე გამოვიდა უბრალოდ. შევცვლით ამას, ეს ისედაც გეგმაში აქვს მუხას, მაგიტომაც არის რომ მან და არც ჩაის ტილოები მიგიდია და ბევრ ამას კედელზე არ იმავშვები, იმიტომ რომ გადავღებავთ სადღაც 20 ლარამდე ჯდება, მაგის სახებავი მეტი არა და უბრალოდ გვინდა ეხა ვინც იცის რომ ვუთხრათ მაგალითად ვარდისფერია კედელი და აი ამ ფერის მიღება გვინდა. ის ფერი რო დაგვადებინოს, აი ესეთ ადამიანისგან რჩევას ველოდებით, მოკლედ. კიდე რა იყო? მწვანე ეს ჩვენ არ დაგვიგია და ეს ყველგან არის აქეთ, ამიტომ აბანოშიც, ტუალეტშიც, ხო, საფიქარიშოში, მოკლედ ეგ არის ეს ფერი. მე დიდად არ მომწონს, მაგრამ ვერ ავყრი ამის შესაძლებლობა, ეხლა არ მაქვს და არ იყოს. ტუერი და ის გუში რომ მქონდა მე აქ კარმა გააკეთეს ბიჭებმა, გოდე ტელეფონი არ ამიყირა უკვე, ხო. გუში გააკეთეს ილო და მახო ერქვა იმ ბიჭს მუხას რო ეხმარებოდნენ და კარმა გამიკეთეს, ანუ იქედან აქეთ გაზის გადმოყვანა და კი
გა ესე იგი აქ იმდენი ტვერია ჯერ აივანი მოსთავებული არ მაქვს უბრალოდ მარტო სახლი დავარაგე. აივანზე ცოტა მტვერია. ხო, მარტო. აი ეს გაკეთებულია. ეხლა ვანაც იქ მიდევს კი ჩანს და ვანა მჭირდება, მაგრამ ბავშვის ხოთნები აღარ მჭირდება უკვე, იმიტომ რომ ადაჩვეულებრივად შედის საპირფარეშოში. აქ ყველაფერი დალაგებული მაქვს, მოწმენდილი მაქვს, იქაც, აქაც სამზარეულოც დალაგებული მაქვს. ფარდაც, აი ის ფარდა, რომელიც მქონდა, ის ჩამოვკიდე, ასე რომ მარტო ეხა საწოლი ოთახი მაქვს დასალაგებელი. სხვა დანარჩენი აქეთ გაწმენდილიც მაქვს და ყველა მარტო სარკეები დამრჩა აი იმის. რა ქვია მაგას? სტენკის. რო გავწმინდო. მაგრამ დღეს გასასვლელი ვარ, ალბათ ხამე იმას ვიზამ უფრო. სამი ბურთი გექნება. და ჭირივით მეზარება იმის გაწმენდა. არა, სამი ბურთი გქონდეს. მე სამი. ხო, ფარდას რაც შეეხება, ეს ფარდა საწოლო ოთახში უნდა წავიღო მეთქი. ვიძახი. კიდე ერთი შანსი აქვს. იმიტომ რომ ჩემი ხელფასი რო არიგე YouTube-ის ფარდის ზაკაზი მივიც. მოკლედ მე ხო ნახავთ იქ კარმა და გრძელი ფარდა არაფრით არ წავა. ნუ გვერდებზე შეიძლება შესაძლებელია რომ გავაკეთო, მაგრამ იქ არ წავა. გრძელი ზემოთ მინდა მოკლე. არა. გვერდებზე მინდა გრძელი. და წარმოვიდგინეთ მარტო ეს ფარდა მიჯდება რომ იქვე შემიკეროს იმ ქალმა. 14 ლარიანია მეტრა ის სქელი ფარდა. თხელი 12-იანი, 5 მეტრო უთხარი. შეკევის 30 და რაღაცები ის რაც დაეკერება, რაზეც იმ წკაპებს თუ რაღაცას დაამაგრებ, 1000 ლარი. მოკლედ ჯამში დამithვალა 160 ლარად გაიკეთებო მითხრა პატივის სიმის ნიშნ. შეიძლება ყოფილა ვუი არ დამირეკია სახლში ბიჭო რომ ეთქვა მამიკოზე. შეიძლება ყოფილა მაგის ქმარი და მოკლედ მამა ჩემს იცნობს და კითხეო მამა შენსო და გეტყვისო ვინ ვარო ნამყოფიც ვარო თქვენთანო და მე არ მახსოვს მაგრამ იქნება ალბათ ნამყოფი. კიდე რა იყო ბინა ხო როგორ იყიდეთ რამდენად იყიდეთ და ასე შემდეგ იპოთეკით ვიყიდეთ მეთქი ვიძახი თავიდანაც 22000 დოლარი ღირდა ეს ბინა ხო მოკლედ იპოთეკით ვიყიდეთ 22000-ად და თვეში გვიწევს სადღაც 1050 ლარამდე გადახდა. მე მგონი ან 1000-ად 1050. ესე და ამგვარად. კიდე რა იყო კითხვა? ხო, ის ბინა იყიდება. გუშინ ყოფილან მან ნახველები ბინის შეხედესო. ხო, ბინას რამდენ ოთახიანია? იგივეა. გოდე ნუ აწვალებ და დაგეთხოვ ეწამს. იგივეა. რაც იქ იყო ისაა აქაც. უბრალოდ აქ კედლებია იმით გიფსო და კარადა იქ რომ მეტეოდა ის კარადა აი აქ არ დამეტია იმიტომ რომ რა თქმა უნდა კედელი უფრო გაფართოვდა. მაგიტომ მიდგას შემოსასვლელში. კიდე რა იყო? კიდე რა იყო არ მახსოვს. კითხვები მოკლედ. თავარ კითხვებს გავეცი პასუხი. რაც მთავარია. პატისფერიც არ მექნება მალე. ხო და ეს ბავშვებო, ჩაი კარაქიანი პური თუ კვერცხი შევწვა? ჩაი კარაქიანი. ფაფა, რა ვიცი რომელი გინდათ? ჩაი კარაქიანი პური? ის თეთრი გაქვს, თეთრი. წახალანი გოდეიდასა მოიტანე. აქვს და თეთრი.
ჩაუნდა მას. შენ რამე გინდა ქალაქში? არა მე. რა გინდა შენ? იმას გავუკეთებდი თავს და შავთავდი წყალს. აგარ წყალი ისე რომ იცოდე. კაი. აქ ცალკიკიდე და იცალ. ძალიან კაი. ის მეც მასწავლე გადაკეტვები. ტუალეტის უკანა ეგე. მოუშვით. იქ რო იყო ისე, ოღონდ ეს ვარგა, იქ დაჟანგული იყო და არ იკეტებოდა. გოგოების საჩუქარი უნდა გაჩვენოთ. ვედრო გვაქვს საყიდელი და ტაშტი. მაგრამ მე ის ანჟელასთან უფრო იაფადარი და იქ ვიყიდი. სულ რომ მომქონდა ხოლმე რაღაცეები. იქ ვიყიდი. მოკლედ ერთ გოგოსთან რო დავდიოდი, ხო გახსოვთ? ეს მაჩუქეს ნათიამ და ლიკა. ლიკა იცით თქვენ ლიკას family vlog რო არის? ანჟელა სუსტსება ამო. იქ კოტები რო იყიდება შიგნით იქ. უშინ გამარჯობა გითხრა. ის იყო ბიჭო იქ სადღაც. კამუნაზანოვე. დედა ვერ ვიცანი. შენ როგორ მე ვიცანი? სულ მეშლება ის და ერთია გალადოქში ცხოვრობს იქ დადის კინგბოქსზე. ძალიან გავს იმ ქალს ეს მეგონა. მოკლედ ეს სანამ არ გაჩვენეთ, მანამ არ გავხსენი და არ ჩავალაგე. მაგრამ ჯერ უნდა გავავლო. მაინც პრიანი არ იყოს. No. ადა დამაცდი ცხოვრებას. Yeah, look. I got four. სიმართლე გითხრა ძალიან მინდოდა ფუჟერის დამატება და ძალიან დიდი მადლობა კუკუებს. ეს თედამგვარად. ხო, მე რა ვიცი, როდის გავაკრათ მუსიკა არ მინდა, მე და შენ ეს შპალიერი არ ვიცი, ხო? აი შპალიერებთან დაკავშირებით, საწოლო თახზე ისედაც გითხარით, რომ უნდა გავაკრა შპალიერი, ის არ მინდა თქო უბრალოდ ყველაფერს ერთად მარტო მე და მუხავად და ვერ გავაკეთებთ. ანუ ბავშვებს აჭამე, მე ის გარეცხე, აქსის უფთავე გქონდეს, თან შპალიერი გააკრა არ გამოდის. ეს უნდა დავიწყოთ მე და მუხამ სადღაც საღამოს და მე ხამე მოვრჩებით აი ამ შემოსასვლელს. ამისი ნაყიდი მაგ და გაჩვენეთ. მე მგონი. მიდედიკო ერთი ცალი შპალიერი გამომიტანე იქ. აი აქ კარტანაა რო შეხვალ უცებ საწოლი ოთახის. ერთი ამოიღე და მომიტანე. მე მგონი გაჩვენეთ, მაგრამ მაინც რახან არ მახსოვს. ესე იგი, რომელი ვიდეოები ავტვირთე და რაღაც არ მახსოვს და იმედია ორჯერ არ ავტვირთავ. ხელები მაქვს სახეხივით. თათიას ასე რომ გავუკეთე, გაკიშდა ვაიმე კუკუ ჭიცხელთა წაიდი გამოიყენეო. მომეცი? ეს იქნება შემოსასვლელის. იაფიანია. რამდენიანი იყო ეს? 12-ია. 10 ვთქვი მე მგონი გუში. მე მგონი 10 ვთქვი გუში. ახეთ? I can put mine in the middle. That's too falling. აი ეს იქნება. ესეთები ქონდათ დიდებში, მაგრამ That was mine. 100 ლარიო და სადროს 60 ლარად გამოვედი და სადრო 100 ლარის კი ეყოფაო, მაგრამ მე რო არ ყოფნო და მაგას მეჩვენა რომ 60 ლარად გამოვწვიერი და ცუდიც არ არის, ხელიც არ არის. აი, არ არის ხელი. მეტომ ძალიან ლამაზია, რა ვიცი. მომწონს ახლა შემოსასვლელისთვის ეს ცუდი არ არის. ჭყვინავს თან. ესე, კიდე რა გვაქვს გასაკეთებელი? საწოლო თახსაც გავაკეთებ. ოღონდ იქ დეკორივით მინდა და აი ასეთი მაქვს, მაგრამ ესეთი არ მინდა იქ. აქ მორჩენილია და ეს მქონდეს აქ, რა ვიცი, ისთვის გამომადგება მერე და
40 ლარში მაძლევდა რაღაცას დეკორისთვის ის მთლიანად ერთკუთხეს ეყოფა მითხრა 40 ლარში მაძლევდა ისეც დიდს აი ამას ორს რო უდრის რა მამა მია ყასადმე დედიკოს შენ დღეს ნამეტანი ჭყიპინის ხასიათზე ხარ ალაპარაკობსო იმ ქალმა ასე დამიწყო და ამათზე ადრე ამან დაიწყო მე ხო გახსოვს სულ მეშინო და გეგასი დაგოდეს საუბარი გვიან დაიწყეთ და იმიტომ გვიანაც არ ქვია იმას მაგალითად 4 წლის ასაკში რო დაიწყო ბავშვებმა საუბარი ისიც ვიცი ძალიან ახლობლებმა მე რო ვიცნო მაგრამ მე რა ვიცი მეშინოდა გოდერძი მარტო მამას გაიძახო და პირველი სიტყვა გოდერძისი მამა იყო ოღონდ ტელეფონს იჭერდა და მამა იმდენად ყავდა მუხას შეცჩეული მართლა აი იმდენად რომ სულ უჭირდა ამის გარეშე და მე ეს რომ მიდიოდა აქეთ რომ მოდიოდა ჯარში მე იმის განცდა მქონდა რომ აი დღეს როგორ იქნება ეს ბავშვი სიცხეც კი მისცა ხო გახსოვს იმდენად ინერვიულა ეს რო წავიდა სიცხეც კი მისცა სასწრაფოს გამოძახება მომიწია ლოლიდე ხო და ესე ჩემო ძვირფასებო იმის ჯერ არ მიყიდია მაგრამ ჯერ ეხა შპალიერი ეს და აი ეს ფარდები მოვითაო მოდი ჩამოგიწევ ჭაღი ვიყიდეთ 25 ლარად მე მგონი თუ 20-დან მახსოვს 20 თუ 25-ად სამზარეულოსთვის იმიტომ რომ ის ჩაბნელებულია მოდი მამა მისუჯერებს მე არა ეს შალალი მე მომეცი მე ჩავიცმე მე არ მაქვს უყურე გახეული მაცვია მომეცი მე ჩავიცმე ეს თათია მლაჩუკა წულაიანი ისა და ნახე რა კაია გრძელი მეჩვენებოდა და დიდი უფრო და ზუსტად აქ თან ორეულია ახალი მამიკო და მოიცა მამია მამა მუდი ბრუნდება თავის ხალიჩა გაასწორეო ბიჭო ყოჩა ხდე არ მოასვენო ყოჩა ხო მოკლედ ამაზე რამე გადასალევი არაა უბრალოდ ესეთი პურთივით არის შუქი რომ კარგად გამოდიოდეს ესეთი ის ვიყიდე იაფიანი ჭახი და აი ესეც უნდა გამოვცალოთ ნახეთ მორყეული და საი აქ აი ესა ეს უნდა გამოვცვალო ხო და გუშინ მინდოდა ეგეც და მუხანის რო ვეუბნებოდი დაიცავ მე მოვასწრებთო მაგას ჯერეს გავაკეთოთო და გაგურაგიო მოკლედ ეს წავედი ეხა თორე დამაგვიანდება ისეთ ადგილზე მივდივარ ჩვენ არ ქონდა დავჩერ თუმე ეს საიდან მოიტანა განა თამაშიდან გოდემ ალბათ იმიტომ რომ ვანა გამოიტანე მეთქი უცხარი გოდემ დედა ვანა რო გამოჰქონდა დააწვეთა ურა და მაგას უნდა ყოდეს რომ მეორე ნახევარია და რაზე გაიგეცინა აი ახლა ასე ხო ვზივარ რადგან პირებს ხანთავის თქვა ხანძილი აი აქ ასე მეგულად აი როგორ გითხრათ მტკივა ხალხო და კაიო ძველი თუ არისო იმექიმაც ბიჭო რა არის აქ სულ რომ მტკივა კაიო კაცო ძველი თუ არისო მთავარია ახალი არ არისო და რას ქვია მთავარი არის რომ ახალი არ არის შანშა რომ მივედი ექიმთან ის კაცი არაფერი არ იყო კაცო არა არაფერი არ იყო და არა და სულ მტკივა აი ასე ცოტა ხანი ხო დავჭდები და აი ის ნაწილი ასე მრგულად თითქოს და
როგორ თქვა, რაღაცა რო გადიდეს და არეტევდეს და გიჭერდეს, აი ისე მაქვს. თან აი ფეხები რო გიბუჟდებათ, ხო იცით? აი ესეთი შეგზება, მაგრამ იმ ადგილზე ზუსტად, მაგრამ იქ რა უნდა იყოს? დედი კუყურე. სკანი. კაიდე არის თამაში სკან მოვხილდეთ. ადამ სადღაც ფლომასტერი წაოს რა. მე ვიპოვე ფიქრობ. აქ არ იქნება დახდე და ეგერ ზემოთაც. ლუჯია. აქ ლუჯია. ზემოთაც. ხო და აქ ეს ძახის ის. წავედი აბა ძირფასებო მოკლედ. თუ რამე კითხვები გაქვთ კიდე შეგიძლიათ დაწეროთ, მაგრამ მოკლედ ისეთი რაღაც არის, რომ ყოველთვის იცით, რომ ვიცი, რომ ესე დეტალებში გაგვერთ. YouTube-ზეც გითხარით, ხელფასიდან იმდენი არ მომეჭრა 4 ევრო მე მგონი სადღაც. ხო მოხა 4 არ გამოვიდა? რა. ერთი თვისაზე 4, მეორესაზე 4 და ევრო. ჩემ ხელფასზე. ო. 101 ევრო ავიღე, სადღაც 110 ევრომდე მქონდა. მეტი არა. 110-მდე. ხო და 101 ევრო ავიღე. საქმეა ჩემთვის. თავარი აქ ფარდას ლამას ყიდულობ. იქაც გავალამაზებ შესასვლელს იატაკს ვერაფერს ვერ უზამთ ჯერჯერობით, იმიტომ რომ მე სხვა წყალი შემოყავთო და მე მგონიო შიგნით გვიწევსო ამოტეხვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მოკლედ არც მქონდა ეხა მაგის არაფერი. წავედი აბა ბედნიერ და მშვიდობიან პოზიტიურ დღეს გისურვებთ.